თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ფაზა არის ახლა ეს პროტესტის, რა პროცესში ვართ, თუ რა შედეგზეა გათვლა ამას, თუ გავითვალისწინებთ თქვენი შეფასებით? ჩემი შეფასებით, ხა ფაზებს არ ვიცი რა როგორ რა ქვია, იმიტომ რომ უნიკალურ პროცესში ვარ და რაღაც ეგეთი გამოცდილებები არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცხადია გათვლა გაკეთდა დიდხნიანობაზე და გამძობადობაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად საგარეო აქტორების მიერ გადაწყვეტილებებზე ვართ დიდწილად დამოკიდებული და ეხლა უფრო ეთყობა მათ შორის აქციებს, აქტიობას, რომ ამ ფორმით არის ძირითადად მოწოდებული. სხვა ფორმები რაც იყო, ეს იყო წინარეთების განმავლობაში, როცა უფრო მაღალი ტემპერატურა იყო აწეული, ბევრად უფრო დიდი იყო ემოციური ფონი და ამის ფონზე მათ შორის სისტემიდანაც მეტი იყო ხოლმე დათბობა, რომ ვიღაც ადამიანები ტოვებდნენ, როცა ძალიან გახურებული არის, როცა აი თქვენი ჟურნალისტებიც კი სახშირად არ მიდიან, აი როცა ხვდებით, რომ ხოლმე მთელი ღამე რომ მიდიოდა ამბები, მაგ დროს იყო ის ფაზა, როცა უფრო აქტიურად იშლებოდა სისტემა შიგნიდან ადამიანურად, იმიტომ რომ ბევრი მორალური კაზუსი ჩდებოდა ყველა დღე არგუმენტირებულად ვიდეოს სახით, სადაც მისი ნათესავი და ამუნათებდა, რომ აი ახლა აქ როგორ ხარ, ახლა ამათ როგორ ხარ და რაღაცნაირად ნახეთ, ხო, მათ შორის მაღალჩინოსნები, რომლებიც თქვენთან იყვნენ ეთერში. და ესე საუბრობდნენ. დღეს ესეთი მწვავე თავად ხელისუფლებამ შეცვალა, როგორ ფიქრობთ, აი ეს მდგომა პროტესტთან დაკავშირებით? თავად ამბობენ, რომ აი მაშინ მშვიდობიანი არ იყო და ეხლა ოკეი, მშვიდობიანია და მაგიტომ რაღაცა არ გამოუყავს სპეცრაზმი და არ ვარბევთ ხალხს, ამით ხსნიან და ამ ნაწილში ცოტა უცნაური იყო, იმიტომ რომ იყო დღეები, როცა აღარ იყო ფეიერვერკები, მაგრამ მე უცბად დარბევა რო გააკეთე, რასაც დამიჭერეს, უბრალოდ ლოგიკიდან იყო ამოვარდნილი, თითქოს დამშვიდობული იყო. და მეორეს მხრივ თვითონ ადამიანებისგანაც არსებობს ხოლმე სხვადასხვა ემოციური დამოკიდებულება, ხო, ჩვენ ხო ყველას გვესმის, როცა ერთ დღეს დაგარბევენ, მეორე დღეს გაცილებით უფრო გაბრაძებული ხარ, სხვა გამოცდილებით, ტემპერამენტი და შენი პირადი წყენით მიდიხარ. არა როგორც ზოგადი დამოკიდებულებებით, რა სწორია და არასწორად, არამედ წინა დღეს შენ უშუალოდ გატკინეს, უშუალოდ გაწყენინებს და ბევრად უფრო ემოციურია ხოლმე ასე დროს აქციები. ეხლა ბევრად უფრო მეტი მენეჯმენტი შემოდის, ბევრად უფრო მეტი ფიქრი შემოდის, რაღაცა სხვანაირი ტიპის ექშენი, რომ დროის განმავლობაში რაღაცნაირად ამ პროტესტმა სხვა სახე მიიღოს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, ძირითადად დამოკიდებულია ეს სხვა სახე საგარეო აქტორებს. სხვა სახე რა არის, რომ ამ პროტესტმა სხვა სახე მიიღოს? სხვა სახე მიიღო არის, როცა ძირითადად უკვე რაღაც მხოლოდ რაღაც მსვლელობები არის, სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით, სხვადასხვა იდენტობების მიხედვით, რასაც გამოყოფთ, ხო იყო რაღაცა რაჭა, სამეგრელო, იქ დასაქმებულები, როცა ადამიანები სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ საკუთარი წილი ევროპა დადონ, საკუთარი წილის პერსპექტივი დანახული ევროპა გვითხრან და დიდი დროის განმავლობაში რაღაცნაირად აი ეს პროცესი მხოლოდ დრამა არ იყოს, არამედ რაღაც თავისი სიხალისეებიც გააჩნდეს. და ნახეთ ხო მათ შორის ხა თეატრალური დადგმები ნახეთ, კიდევ უფრო სულ ახალი იყო, რასაც უყურეთ, ამიტომ ყველა რაღაც თავის წილს დებს და ყველამ თავის პასუხისგებლობა აიღო. აი ეს ჩანს უფრო მეტად განსაკუთრებით, რომ უბრალოდ ადამიანები წამოვიდნენ, რომლებიც რაღაც საერთო პოლიტიკური პროცესის ნაწილის არ არის, როგორც პარტიები ან ესეთ რამე, ან წინა პლანზე არის ხალხი, რომელიც ცდილობს იპოვოს მისნაირი და მისნაირთან ერთად გამოთქვას საკუთარი პოზიცია. რაც შესაძლებლობას ხდის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში პროპაგანდა რთულად აშავებს, თუ აშავებს ხოლმე ისეთ იდიოტობებით, რაღაცა პირადი რაღაც ამბებით, რომ ეს არ ჭრის და ვატყობთ, რომ რამდენი დღის განმავლობაში ჩვენთან პროტესტს გაეძლო ესეთი ხელისუფლების პირობაში, რომელიც ყველაფერს ტალახში სვრის, ეს უნიკალური რამეა და ამაში ზუსტად ეს დაგვიხმარა, როცა ბევრნაირმა ადამიანმა, რომელიც იმავე, მათ შორის ქოცის ოჯახის წევრიც იქნება, ვიღაცა ქოცის ნათესავიც იქნება, კლასელი მეზობელი და ვერ აშავებს ისე მარტივად. ამიტომ არის ახლა უნიკალური ეს პროცესი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იძულებს ივანიშვილს, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები და აი რა შეიძლება მოხდეს ქვეყნის შიგნით ისეთი, რაც მინიმუმ იძულებულს გახდის, რომ რაღაც ტიპის დიალოგზე წამოვიდეს, თუნდაც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. აი რაღაცა სივრცე გახსნა, რომ აი მოდი დავილაპარაკოთ ეს მაინც თქვან იქით ამ მხრიდან. საგარეო წნეხთან ერთად უნდა დაბრუნდეს ის სიტუაცია, რაც ჩემი აზრით იყო აქ 2 თვის წინ დაახლოებით. ეგეთი ტემპერატურა უნდა დაბრუნდეს და შემდეგ შიდა შლა გამოიწვევს იმას, რომ მას არჩევნები უბრალოდ დაჭირდება იმისათვის მაინც, რომ რაღაცნაირად ლეგიტიმური სახე უპოვოს საკუთარ თავს ხელისუფლების დათმობის შემდგომ. ან ამის ძიება უნდა დაიწყოს და ამის ძიებამ უნდა მოანდომოს არჩევნები, თორე ისე ბიზნესმენის დანიშნული არჩევნები ხვალ უბრალოდ გაიღვიძოს და არჩევნები დანიშნოს, შენ თვითონ არ უნდა გინდოდეს, უბრალოდ ოქტომბრის გამეორება ხომ არ გინდა, ხო? იგივე სიტუაციაში თუ გახვედი ხელისუფლება იგივე
სხვადასხვანაირად უჭირავს, იგივე ხელის ბიჭები ყავს და ეს საკუთარი ხელის ბიჭები დღეს მზად რო არიან, რომ ქუჩაში ბავშვები და ადამიანების ზემო ის გაყალბებით მზად იქნება, აბა, რისთვის იქნება ის მოსამართლე, რომელიც მზად არის, ეხლა ტყუილები ლაპარაკობს, ვინ ყავს, ისევ იმუნურ მდგომარეობაში თუ ყავდა, ეს ხო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ქართული ოცნება სახე დაუკარგოთ ბოლომდე ჩამოშალოთ და შემდეგ გვინდა ეს არჩევნები, ამიტომ ამ პროცესს სჭირდება მაღალი ტემპერატურა, ქვეყნის შიგნით და ყველა ქოცეს უნდა მიახვედრო, რომ აი ქართველთემის ამორჩეველი რო ხარ, განა როგორ დაუწია შენ სინდისის ხმას ისე, რომ ერთხელ არ შეუწუხები ხარ ამ მოსამართლებს რო ეფარები, ედროს მაგას ებრძოდი და ის პოლიტპატიმრები რო ყავდა და ამას ამბობდი, ეს პოლიტპატიმრები ციური მანან არ არის, ციდან რო გაჩენილი ყავი და იმ მოსამართლეების შექმნილია დღეს რომ ისი დამცველი ხარ, როგორ არ გაწუხებს სინდისის ხმა. სინდისის ხმა მაშინ როგორ არ გაწუხებს ერთი ხელით რო იმას პოსტავრო, სპორტი და პოლიტიკა გაიმჯინოსო, როცა საღას გაიგე სპორტსმენისგან დაწერილს მოქალაქეობის და გაწუხებს პოლიტიკაში ნერევიო და მეორე მხრივიდან კობიაშვილს, რომელიც ერთი მხრივ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და თან დეპუტატია, ინტერესთა კონფლიქტია, თავის თავს ბიუჯეტს უტკიცებს და ფულს აძლევს. აი ეს როგორ არ გაწუხებს, აი ყაველაშვილი როგორ არ გაწუხებს თავისი დიადით. ერთხელ სინდისის ხმა შენთვის არ უთქვია, რომ განაშე რატო არ ხარ საპრეზიდენტო, აი ის რატო, აი შენზე კომპეტენტურია, შენზე მეტი უსწავლია თუ ვინ ხარ ეგეთი, რომელიც აი ესე აღაფრთოვანებს ყაველაშვილი და ის გირჩევნია. ბავშვი რა თავში ფეხი ჩაარტყა იქ რობოკოპმა ძირს დაგდებულს ფეხბურთის ბურთივით. აი იმის სახელი და გვარი რო არიცით, ვინ იყო, არ იყო რომ მალავთ და რო არ არის დასჯილი ხარ. სინდისის ხმამ როგორ არ უნდა შეგაწუხოს მაშინ? სინდისის ხმა როგორ არ უნდა შეგაწუხოს? აი ხლა რომ გამოიძიოთ ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულებიო პარლამენტმა და დეპუტატი არის რამდენიმე ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი. ხა გოჩაინუქიძემ უნდა გამოიძიოს, ანზორ ბუქაძემ უნდა გამოიძიოს, ვინ უნდა ბექაოდიშა რომელიც იმათ აფინანსებდა. იმ კაცის გამოძიებული თავიანთ თავების გამოიძიონ და ესეთ რაღაცებზე კითხვის ნიშნები რო არ ჩდება, სადამდე სინდისის ხმა დაწეული ხო ხდებით. ამიტომ უნდა შევცვალოთ ბევრი რამე თამაშის წესები რა. ჩემი აზრით ის ტემპერატურა უნდა დაბრუნდეს და არ არის უბრალოდ ეხა ეს მარტივი და მესმის რომ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ და რაღაც სასწაული განტოლებები რო ვიცოდე რა როგორ შევცვალო მე ვიზავდი ხო ანუ ვერავიზეთიც ვერ გავუშვით უბრალოდ ყველამ ჩემი აზრით ეს უნდა გავიაზროთ თუ ის ტემპერატურა არ დაბრუნდა რის დროსაც ქართული ოცნება იქცეოდა და ტოვებდნენ თანამდებობებს ისე გაჭირდება ეს ბრძოლა.